ინგლისის საბალეტო დასის ქართველი პრიმა ბალერინა საქართველოში ელენე გლურჯიძის მიერ დაარსებული საბალეტო აკადემია 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღს პრიმა ბალერინა სამშობლოში აღნიშნავს და საზაფხულო მასტერკლასებს საქართველოში პირველად ატარებს. მომავალ თაობას უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რომ მსოფლიოს წამყვანი პედაგოგებისგან გამოცდილება მიიღონ. ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე მასტერკლასებში ქართულ მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი ბავშვებიც მონაწილეობენ, რომლებიც საბალეტო ხელოვნებას საერთაშორისო დონეზე აღიარებული ცნობილი ქორეოგრაფებისგან ეუფლებიან. თითქმის 40 წელია, რაც საზღვარგარეთ მოღვაწეობს. იყო ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინა. მას შემდეგ, რაც სცენას დაემშვიდობა, ელენე გლურჯიძემ საბალეტო აკადემია დაარსა და მოღვაწეობა გააგრძელა როგორც ბალეტის პედაგოგმა. აკადემია წელს 10 წლის გახდა. უნდა საიუბილეო თარიღი განსაკუთრებულად აღენიშნა, ამიტომაც ბალეტის მე-10 საზაფხულო საერთაშორისო კურსი სამშობლოში მოაწყო. ჩვენ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა international summer course-ზე, რაც მგონია რომ არ ხდება ხშირად. ასევე ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოვიდა, იმიტომ რომ მომავალში ძალიან გვინდა რომ მთელი მსოფლიოს ბავშვები და ჩვენი ბავშვები ერთად მიიღონ მონაწილეობა. ძალიან ბევრს სწავლობენ, გარდა იმისა, რომ ერთმანეთი გაიცნეს, ეს ურთიერთობა, ერთად მუშაობა, ერთმანეთის პატივისცემა. ამ ხალხსა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მასტერკლასებს საზაფხულო სკოლაში მსოფლიოში ცნობილი პედაგოგები ატარებენ, რომლებიც მოსწავლეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. ასწავლიან საბალეტო ხელოვნებას, პლასტიკას, იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მომავალში დასჭირდებათ. მიხარია რომ აქვარდა შემიძლია ცოდნა, რომელიც კარიერისა და საცეკვაო ცხოვრების განმავლობაში შევიძინე მათ გავუზიარო. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მახსოვს ჯერ კიდევ მაშინ, როცა სტუდენტი ვიყავი, ზაფხულში ყველა მსგავს მასტერკლასზე დასწრების საშუალება მქონდა. სკოლის წლებში ყოველთვის დიდი იმპულსი მქონდა შემდეგი წლისთვის და ყოველთვის ვიღებდი უამრავ ცოდნას. რაღაც ახალს ვსწავლობდი. ძალიან კარგია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოსწავლეების ერთმანეთთან შეხვედრა. ახალი პედაგოგების გაცნობა და უბრალოდ სიამოვნების მიღება. ორკვირიან კურსებში 11-დან 16 წლამდე ასაკის 120-მდე ბავშვი მონაწილეობს. სხვადასხვა კლასებში ქართველებთან ერთად უცხოელი მოსწავლეებიც არიან, რომლებსაც გაკვეთილები დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე ყოველდღე უტარდებათ. მასტერკლასების დასასრულს კი მოსწავლეები შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავენ და დამსწრებს ქორეოგრაფიულ ნომრებს წარუდგენენ. ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და პირველად ვესწრები მასტერკლასებს ახალ ქორეოგრაფებთან და მასწავლებლებთან. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. შევიძინე ქართველი მეგობრები, რომლებმაც ამიხსნეს ქართული სიტყვები და საინტერესო ადგილების დათვალიერება შემომთავაზეს. ასე რომ ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო ამ ადამიანების გაცნობა და ახალ მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილებზე ყოფნა. ჩვენთან არის ჩამოსული ელენე გლურჯიძე, რის ძალიან დიდი პატივი არის ჩემთვის და მისი ჯგუფი, რომელიც საოცარი არის და ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა. ისინი მსოფლიოს ვარსკვლავები არიან და სხვადასხვა დიდ თეატრებშიც ეკონენ და ახლა თავის ცოდნას ჩვენ გვიზიარებენ და ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ. საზაფხულო კურსებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მასპინძლობს. ამ მასშტაბურ პროექტში პირველად მონაწილეობს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის აღსაზრდელები. ამ პროექტს თეატრის ხელმძღვანელობამ დიდი სიამოვნებით დაუჭირა მხარი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბავშვებმა, მოსწავლეებმა უცხოელ ბავშვებთან ერთად 9 ქვეყნიდან ყავს სტუმრები, გაიარონ მასტერკლასები მსოფლიოში ძალიან ცნობილ პედაგოგებთან. ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე მასტერკლასებს დღეს კულტურის მინისტრიც დაესწრო. მინისტრის განცხადებით პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება. მოხარული ვარ, რომ ელენე გლურჯიძესთან ერთად, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ პირველი შეხვედრა მქონდა პოლონეთში,
და შევთანხმდით, რომ საქართველოში ის დააფუძნებდა საბალეტო საზაფხულო სკოლას, რომელიც მეტ პოპულარიზაციას გააკეთებს საბალეტო ხელოვნების საქართველოში, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ნამდვილად კარგი საბალეტო კულტურის მქონე ქვეყანა. ელენე მოახერხა და თავის საერთაშორისო გუნდი ჩამოიყვანა ამ საზაფხულო სკოლისთვის და მოახერხა, რომ პირველივე წელს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო ამ საზაფხულო სკოლაში. ორკვირიანი საზაფხულო საერთაშორისო კურსის შემაჯამებელი საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე 19 ივლისს გაიმართება. თავად კურსის დამფუძნებელს ელენე გლურჯიძეს სამშობლოში მომავალი თაობისთვის ბევრი ჩანაფიქრი აქვს.